ყველას გილოცავთ 8 მარტს. ნახოთ, რას გრძნობს შენს მიმართ. ეს არის გულწრფელი გრძნობა, შეიძლება ბავშვობის სიყვარულია. ეს არის ისეთი გრძნობა, რომელიც უკვე ამ ეტაპზე დასრულებულია, შეიძლება ეს იყოს მართლა წარსულიდან. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. გრძნობა არის გულწრფელი, შეიძლება ურთიერთობა არ არსებობდეს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან დღემდე რომ ცოცხლობს, დღემდე რომ აქვს იმის იმედი, რომ ამ გრძნობას მიეცემა მომავალი, ამაზე ეს ადამიანი ფიქრობს და დღეს თუ პაუზაა თქვენ ცხოვრებაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე არ აყვავდება და ადამიანი არ დაბრუნდება და არ გაიაზრებს. პირიქით, ეს კარმული ურთიერთობა და კარმა ყოველთვის არის დათესავ იმას მოიმკი, ყველაფერი მიზეზ შედეგობრივია და ამიტომ არაფერზე არ ინერვიულოთ, გრძნობა. ამაზე მეც არ დავამატებ, იმიტომ რომ 5 არის საკმარისი. ერთი სიტყვით, შენ მაინც მისთვის სასურველი ქალი ხარ, ახტაცებით გიხსენებს ეს ადამიანი, იმიტომ რომ მაინც ისეთი არკანებია. შენი დავიწყება ძალიან ძნელია. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და მრავლს დაესწარით.